ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირი საუბარი ეკაბერიძესთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ქრისტიან დემოკრატები მიუღებლად მიიჩნევენ ითანამშრომლონ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მათ ხელისუფლების კოსმეტოლოგს უწოდებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ეიფორიაშია და სწორად არ კითხულობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს. პარტიის მთავარ პრიორიტეტად სოციალური საკითხები რჩება და მედიკამენტებზე ფასის ზრდაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ამ თემებზე პირდაპირი საუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და ქრისტიან დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერთან ლევან ვეფხვაძესთან გვექნება. არჩევნების შედეგს აპროტესტებს კონსერვატორი კახაკუკავაც. მისი აზრით, არჩევნები მაღალ ტექნოლოგიურად გაყალბდა და ხელისუფლებამ ხმები მიითვისა. გადაცემის მეორე ნაწილში პირდაპირი საუბარი კახაკუკავასთან გვექნება. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს და ჩვენი სტუმარია პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე. ბატონო ლევან, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. დიდი პატივია ეგა თქვენთან სტუმრობა. შენობაზეც გადავიდე, იმიტომ რომ ჩემი ასე თქვენ ჟურნალისტური მოღვაწეობა ეგა შენთან დავიწყე და ამიტომ ეხლა უკვე რესპონდენტის სახით შენთან სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მაინც თქვენობით მოგმართავ ეთიკის გამო. ლევან, გარდა იმისა, რომ თქვენს პარტიას უწოდეს ხელისუფლების კოსმეტოლოგი, თუ არის რაიმე სხვა მიუღებელი თქვენთვის იმ ინიციატივაში, რომლის შესახებაც გუშინ განაცხადეს ზურაბ ნოღაიდელმა და ირაკლი ოქრუაშვილმა, გულისხმობ ოპოზიციის ერთიანობის იდეას. ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაცებს საყვადურობენ ერთმანეთს პოლიტიკური ძალები, მაგრამ შემდეგ საერთო ინტერესი მათ აერთიანებთ. თუ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? ბუნებრივი არის თემები, რაზეც თანამშრომლობა შეიძლება შედგეს და ამ შემთხვევაში ერთიანობაზე როდესაც საუბარი პარტიულ გაერთიანებებზე, მე მგონი ასეთი ეკლექტური ერთიანობების დრო დამთავრდა. და ეს საზოგადოება მე მგონი კარგად დაგვანახა ყველას. ბოლო 3 წელია სწორედ ესეთი ეკლექტურ ერთიანობებზეა საუბარი, იმ პოლიტიკური გუნდების, რომლებიც თავის დროზე ერთმანეთს ლანძღავდნენ, მე ერთად იყვნენ, მე ისევ ლანძღავდნენ და შემდეგ. ეხლა საუბარი არ უნდა იყოს ესეთ ტიპის ეკლექტურ გაერთიანებებზე. ეხლა უნდა იყოს საუბარი თემატურ პოზიციების მოსინჯვაზე ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველანი გარკვეულწილად პოლიტიკური თამაშის სუბიექტები და გარკვეული თამაშის წესებზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ამ კუთხით თანამშრომლობა ცხადია, აუცილებელია, მისაღებია, მაგრამ თქვენ ბრძანეთ, როცა კოსმეტოლოგობაზე იყო საუბარი, თქვენ ეთერში ბრძანა ბატონმა ირაკლი ერთ-ერთი იყო ის პარტია, რომელზეც ისაუბრა, ჩვენ ერთ-ერთ პარტიად დაგვასახელა. სხვა, ისე ვთქვათ, სახელებით მას არ უხსენებია სამწუხარო და იმედი მაქვს, რომ ალბათ კიდე ყველაფერი წინა გვაქვს, მაგრამ თქვენ თუ შეგიძლიათ დასახელება რომელიმე პარტიის მსგავსი კონტექსტით? მე არ მიყვარს მსგავსი ტიპის იარლიყების მიკვრა, იმიტომ რომ კოსმეტოლოგი, სატელი და ეს ფრაზები გასაგებია, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, ეს არის ბრძოლა ელექტორატისთვის. ეს არის გარკვეულწილად დოღი, რომელიც ჩემთვის ეს დოღი არ არის და ცოტა მიუღებელი ასე ხედვა. ვიღაცისთვის ეს არის დოღი, ვინ პირველი მივა ფინიშთან. ჩემთვის ეს ისე არ არის. ჩემთვის ცოტა სხვანაირი ხედვა და მე მიმაჩნია, რომ სწორედაც ჩვენ უნდა გქონდეს პოზიციების თანხვედრა არამხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, არამედ იმაზეც ხელისუფლების წასვლის შემდეგ რას გავაკეთებთ. ბატონო, ისე გამორიცხავთ, რომ არსებობენ მართლა ოპოზიციური ძალები, ვინც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები ყოველთვის იქნებიან როგორც საპარლამენტო ან არასაპარლამენტო ოპოზიციაში, ასე ხაზგაუსება არასაპარლამენტო ოპოზიციაში, გააჩნია ვითარებას, გააჩნია პოლიტიკურ სიტუაციას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხანდახან ხდება ინტერესების დამთხოვა და ძალიან ბევრი ყველაზე შეუპოვარი ლიდერი, რომელიც კვირდება დამხობას, ჩამოგდებას და ამ შემდეგ ძალიან ხშირად შეიძლება ფარულად გქონდეს გარკვეული კავშირები, როცა ინტერესები ემთხვევა. საინტერესო ვის გულისხმობთ კონკრეტულად? ახლა კონკრეტულად მე
არ დავიწყებ დასახელებებს და ქონდა პერიოდი როცა ამას ვასახელებდი, მაგრამ მიმაჩნია რომ ესეც ხელისუფლების ინტერესებშია, როცა ჩვენ ერთმანეთს ესეთი პრინციპია, რუსული პრინციპია დურაკ სამდურაკ, ხო იცით დაახლოებით რომ დურაკ ერთი დაგიზახებ, უნდა უპასუხო სამდურაკ. ეს არის ძალიან წამგებიანი ყოველთვის, იმიტომ რომ არსებობს არხები, რომლებიც პირდაპირ აჩვენებენ სწორედ აი ამ კუთხით ოპოზიციას და არა იმ კუთხით, რა შეუძლია ოპოზიციას შეცვალოს ქვეყანაში და რა შეუძლია ოპოზიციას შესთავაზოს სამორჩეულში. ოპოზიცია სიტყვა საზოგადოების გარკვეული ამორჩეულის გარკვეული ნაწილისთვის გახდა ნეგატიური სწორედ იმის გამო, რომ აი დურაკ სამდურაკის პრინციპით მიდის ეს შიგნით გარჩევა ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ფლანგზე. პრობლემა ის არის, რომ მე ამას ვეძახი სააკაშვილიზმს ოპოზიციურ ფლანგზე. სააკაშვილი როცა წავიდა ოპოზიციაში, პირველი რაც დაიწყო ბრძოლა აი ამ ეგრეთ წოდებული ელექტორატისთვის და ეს არის სააკაშვილის მეთოდი ოპოზიციაში საკუთარი თავის დამკვიდრებით, ეს არის მუდმივი ლანძღვა შენი, ვთქვათ, პარტნიორის შესძლა ან დღეს ან მომავალში პარტნიორი ორგანიზაციების ოპოზიციურ პარტიების გულისხმობ და ამ მეთოდით, ასე ვთქვათ, ელექტორატის მობილიზება, მაგრამ მაშინ სიტუაცია განსხვავებული იყო, მაშინ შევარდნაძე იყო ძალიან სუსტი და ეს მეთოდი სააკაშვილმა გამოიყენა. ეხლა ამ მეთოდს პირიქით იყენებენ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და მე გითხარით რომ არის კონკრეტული სიუჟეტები ციკლი დგება ხოლმე ოპოზიციურ დაპირისპირებაზე სწორედ იმიტომ რომ ეს ხელს აძლევს სწორედ ხელისუფლებას. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეუძლია დაუშვას, რაც დაუშვა უკვე და რაც მომავალ შეუძლია დაუშვას ვთქვათ კონკრეტულმა პარტიამ. და როგორ მიგაჩნიათ რომ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ასეთ შემთხვევაში? ჩვენთვის თავარი რომ აგრესია არ იყოს მის მიმართ მიმართული. თავარი სწორედ ეს არის. სხვათა შორის ძალიან არასწორი დამოკიდებულება იყო აი ამ არჩევნების წინ ოპოზიციურ ფლანგზე. იყო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გვერდზე გადგნენ, იმიტომ რომ ისინი და ისინი ნაწილი მათგანი, ყველაზე არ ვიძახი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, უფრო მეტად შეუგნებლად, გაუაზრებლად უბრალოდ გახდნენ ხელისუფლების მოკავშირეები და მათი პრინციპი რა იყო, რომ რაც მეც შედეგს აჩვენებდა გიგი უგულავო, მით უკეთესი მათთვის, ხო? ხვდებით ხო რატო? იმიტომ რომ ის ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ეს ნიშნავს რომ ის ცდება და ეხა გამოდის და იძახის საზოგადოებას ეუბნება რომ ხო ხედავთ ხალხნო აი ესენი შეცდნენ და მე ვარ ის რომელიც ვარ ერთ-ერთი უცდომელი დამიჭირეთ მე მხარი და ფიქრობ რომ საზოგადოება ზუსტად მაგმიზეზის გამო საკმაოდ დიდ გაუგებრობაში იმიტომ რომ ის ოპოზიცია რომელიც არ იღებდა მონაწილეობას პასუხისმგებლობას თქვენ ანუ იმ ოპოზიციის ნაწილს გაანიჭებთ ვინც იღებდა მონაწილეობას დაპირიქით ამაზე ყველაზე დიდი შეცდომა რაც იყო ეხლა თუმცა მე ბატონი კახაკუკა მომენტ მე მგონი მათაც დაუშვეს შეცდომა მათ დაუშვეს შეცდომა, როდესაც დადიოდნენ და ქალაქში აკრავდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, უკვე მტკიცებით ფორმაში. როცა არის კრიტიკულად, ხელისუფლების კრიტიკულად განწყობილი ამორჩეველი, თუ მას არ გაუჩნდა რწმენა, რომ მისი ერთი თუნდაც ერთი ხმა შეცვლის ამ ქვეყანაში რაღაცას, ის არ მივას არჩევნო ყუთებთან და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, ხო? 450,000 ამორჩეველი, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, არჩევნები არ იყო გაყალბებული, არჩევნების გაყალბება, ანუ არჩევნების შედეგი დადგა სწორედ ამორჩევლის ერთი ნაწილის საკმაოდ დიდი პასიურობის გამო. ეს შედეგი დადგა იმიტომ, რომ საარჩევნო უბნებთან მივიდა 200,000 ჯამში ოპოზიციურ პარტიების მხარდამჭერი და მიიყვანეს 250,000 ხელისუფლების თქვა მხარდამჭერი. 450,000 ბატონო ლევან რომ რეალურად უფრო მეტი რომ ყოფილიყო აქტივობა არჩევნებზე, ხელისუფლებას ჰქონდა შანსების წაგების შანსი მიუხედავად პოლიტიკური ისეთი გადანაწილებისა, როგორიც ხელისუფლების რესურსი მე ვთვლიდი რომ არ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 180,000-200,000-ზე მეტი თბილისში, ეს იყო ჩვენი გათვლით, ჩვენ ველოდებოდით 450,000-450,000-იანი დასწრების შემთხვევაში უპირატესობა იქნებოდა ოპოზიციის მხარეს, სამწუხაროდ მათ ჩემ და მოულოდნელად დამატებით მოახერხეს დღის მეორე ნახევარში და სხვა შორის 150,000-მდე ამორჩეველი მათ უკვე პირველ საათამდე 2 საათამდე უკვე მიყვანილი ყავდათ და როცა დაინახეს რომ ოპოზიცია ამორჩეველი შუადღისთვის გააქტიურდა დღის მეორე ნახევარში მოიყვანეს ეს დამატებითი 50-60,000 ამორჩეველი. ანუ მათ ეს მოახერხეთ, მაგრამ მათ მეტი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო ის რისი გაკეთებად მათ შეეძლოთ იმ დღეს. პრობლემა შეიქმნა ის რომ აი ამ იმედგაცრუების, აი ამ ნიჰილიზმის ნერგვის გამო რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, უკვე ყველაფერი გარკვეულია და ამას ხელი შეუწყო იმ წინასწარმა გამოკვლევებმა, რომელიც ეთერში გადიოდა ძალიან ხშირად. გარკვეული ნაწილი ამორჩეველს არ მეგეუნებით, რომ მილიონიან ქალაქში გიგი გულავა ერჩია 258,000 ამორჩეველმა. ეს არის დაახლოებით 24.8% მილიონიან ამორჩეველიდან დავთვალოთ, ხო? ანუ რეალურად გიგი უგულავას წინამდეგი არის 75%
უბრალოდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ 75%-დან დიდი ნაწილის დარწმუნება, რომ ამ არჩევნებით შეგვიძლია გიგი უგულავას მოუგოთ არჩევნები. ეს არის ჩვენი სისუსტე ჯამში, მე არ ვიცი მარტო ჩვენი, ეს არის ჯამში ყველას ერთობლივი გაუაზრებელი და არასწორი გადაწყვეტილებების გამო. აი ახლა რა დასკვნებსაც თქვენ აკეთებთ? თუ გქონდათ წინასწარ იმის ხედვა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა? ამის თუ ეს პოსტფაქტური